Სამას დღეზე მეტია რაც უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. დღეს პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან კანცელარიასთან გადმოინაცვლეს. ახლა კი ისევ უკან დაბრუნების პროცესია. კადრში გაჩვენებთ რა ხდება. მოქალაქეები ახლა ბრუნდებიან ისევ პარლამენტის შენობასთან. მიუხედავად იმისა, რომ ახალი რეპრესიული კანონებია, კანონში ცვლილებებია, ყოველდღიურად მოქალაქეები მაინც აგრძელებენ რუსთაველის გამზირზე გამოსვლას, მარშების ორგანიზებას და ამ ფორმით მათი პროტესტის გამოხატვას. პოლიტპატიმრის მშობელი გიორგი ჩიკოიძის დედა ეკატერინე წერეთელი ახლა ჩემთან ერთად მოგესალმებით ქალბატონო ეკატერინე, რომ გითხრათ ახლა ამ ყოველფრის ფონზე, რომ ყოველდღურად ახალ შეზღუდვებს ვაწყდებით, ახალი დაბრკოლებებია, როგორ გესახება თქვენ ქუჩის პროტესტის გაგრძელება და რა არის გეგმა, რომლითაც ახლა აპირებთ ამ პროტესტის გაგრძელებას? გეგმა არის ბრძოლა ბოლომდე. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ოცნებას ეგონა, რომ ეს პროტესტი შეწყდებოდა. პროტესტი ვერ შეწყდება. იმიტომ რომ ჩვენს უკან ჩვენი შვილებია, ჩვენს უკან ჩვენი ქვეყანა. ოცნება ძალიან ცუდ დღეშია. ძალიან ბევრი პრობლემა დაუგროვდათ ერთად. პროტესტი ვერ ჩაახსეს. BBC-ს გამოძიება, რომელიც არის სრულიად შესაშლელი. არ ვიცი, რომელი ქვეყანა შეიძლება პატიობდეს თავის ხელისუფლებას ასეთ რაღაცას. და კიდევ ერთი რაღაცა, რაც უნდა გითხრათ. ეს მამა დოროთეს იცით როგორ შეუწყვიტეს თავისი მოღვაწეობა. ეს სრულიად წარმოუდგენელია. და კიდევ უფრო წარმოუდგენელია პრეზიდენტ ყაველაშვილის მოთხოვნა, რომ აღიარეთ და იქნებ შეგიწყალოთო. მე სხვა ტელევიზიებსაც მივეცი ინტერვიუ. ყაველაშვილი ჯერ დაელოდოს ტრამპის ზარს და მერე დაელოდოს, რომ ვინმე აღიარებას გაუკეთებს მას. ჩვენი შვილები გმირები არიან და ჩვენ გმირი მშობლები ვართ ასეთი შვილების გაზრდისათვის. ჩვენს უკან ჩვენი ქვეყანა, ჩვენ არაფერს არ დავთმოთ. ეს პროტესტი გაგრძელდება, ტროტუარზე დგომა აგვიგზალეს, ცოტა ხანში ალბათ აივნებიდანაც გამოხედვა არ შეიძლება და იქიდან ჩამოხსნიან ხალხს. არაფერი არ გამოგიბათ, ყველაფერი კარგად იქნება, ბიჭებო მაგრად იყავით. ძალიან კარგი ახალი წელი მოდის. ჩვენთვის კარგი და ოცნებისთვის ვერ გეტყვით. თითოეული ფიქრონ. მადლობა, თქვენ უსმენთ ეკატერინე წერეთელს. ახლა მარში დაიძრა ისევ რუსთაველის გამზირისკენ, სავარაუდოდ ისევ პარლამენტის შენობისკენ დაბრუნდებიან. ასეთი გამოვიდა დღევანდელი საპროტესტო დღე. მოთხოვნები უცვლელია ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, გადადგეს ქართული ოცნების ხელისუფლება.